მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა. ნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია რა ხდება ხა. თქვენთან მან არა მინდა დღეს ნამდვილად მთხოვს ეს დასტახვა. რაღაც აქვს სათქმელი და იანა დამიძახა ჩემი საყვარელი დასტა. რა ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში? იცი როგორი რაღაცა? რაღაცა შიშები, რომლებიც შეიძლება თქვენს წინ იყვნენ აღმართულები, ჩემო ძვირფასებო, თითქოს თქვენსავე გზამკვლევად იქცნენ, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იყოს თქვენი ოჯახის, სხვათა შორის აქ ერთგულება ნამდვილად ჩანს, ცალსახა, თქვენ შორის ერთგულება, როგორი რაღაცა, იცით, სხვათა შორის მგელი არის ერთადერთი ცხოველი, რომელიც პარტნიორის დაკარგვის შემდეგ, ასე ვთქვათ, ისე კვდება, რომ არ ღალატობს თავის პარტნიორს. ეს მდგომარეობაა თქვენთან, გამიგეთ? თქვენ შორის არის ერთგულება, რაღაცა სიმშვიდე ნამდვილად არის, თითქოს რაღაცნაირად, მაგრამ ერთი წამი ეს უნდა დავასუსტო. სიგნიფიკა აქ რას გულისხმობთ? გოგონებო, გეტყვით ახლა აქ რა სიტუაცია. მოდი ასე გეტყვით, იმიტომ რომ აქ არის მტრედები, თქვენ სულში არის სიმშვიდე. ეს ცალსახაა. თუმცა აქ არის მდგომარეობა, როდესაც ენერგეტიკულ დონეზე რაღაცა მომავლის ინტერესის გამო, ჰორიზონტის ინტერესის გამო, რომელიც თქვენთვის არ იყო ხილული, მაგრამ ეს წარსულში ყურებაა, იცით? აქ რაღაცნაირი მაცალეთ, რაღაცნაირი სიგნიფიკაცია. ცოტა უნდა დავფიქრდე. გეტყვით ახლა აქ რა ხდება, აქ როგორც ასეთი სულების დონეზე სიმშვიდე არის, მაგრამ ახლა უყურეთ თქვენში რა ხდება, აქ მამაკაცმა თითქოს რაღაცა სამომავლოდ, რაღაცა ახალი სიცოცხლის შთამბერავი, ასე ვთქვათ, აბრა აწია და თქვენ თითქოს აიღეთ ეს სამომავლო მდგომარეობა, მაგრამ თქვენს თავში არის, ფიქრებში არის ჭიდილი, თქვენს ქმედებასთან დაკავშირებით. თითქოს თქვენ რაღაცა გამოარღვიეთ და რაღაცა გაიმარჯვეთ. თუმცა, აი ესე ჩანხართ, თუმცა თქვენს წინ არის ცოტა წარსულიდან გამომდინარე შიშები, ცოტა სიბრაზეები, შინაგანი აგრესია და მზადყოფნა, რომ რაღაცა საფრთხე არ გელოდებოდეთ. აი ესეთი ინფორმაცია მოდის, არ ვიცი, ვისია. და თქვენი აზრები მომავალთან დაკავშირებით, აი ერთმანეთს ეჯახება. თითქოს აქ რაღაცა საკუთარ თავს ეჩხუბებით, მოდი ასე ვთქვათ.
თუმცა სულების დონეზე მაშინ ეს რას ნიშნავს? გეტყვით ახლა აქ თქვენი განულება და ახალი ეტაპის დაწყება იწყება, იმიტომ რომ ეს ენერგეტიკულ დონეზე და მაღალ ვიბრაციულ კანონებში ესეა, რომ მოხდა განულება თქვენში, უნდა მომხდარიყო წარსულის განულება და რაღაცა სიახლე უნდა დაწყებულიყო, რომელიც აი ამ ადამიანმა აწია სამომავლოდ. თუმცა აქ თქვენი რაღაცა გაკვეთილები მიმდინარეობს, ჩემო ძვირფასებო, წარსულიდან გამომდინარე. ეს შეიძლება იყოს თქვენი შინაგანი ომი, თქვენი ფიქრები და ქმედებების ომი, კი ბატონო, რომელიც უნდა გადაილახოს იმისთვის, რომ აი ეს სიმშვიდე, რაც გელოდებათ, დაიწყოს ამ თქვენ სიტუაციაში. იმიტომ რომ აქ არის სიტუაცია, როდესაც თითქოს რაღაცა გაკვირვებულ პოზიციაში ხართ, იცით თქვენ, რომ აი მე რაღაც ესეთი პოზიციაა თქვენი მხრიდან. კარგით. ნახოთ, რა უნდა გააკეთოთ, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ არსებულ სიტუაციაში. როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ არსებულ სიტუაციაში. რისთვის ხდება აი ეს ასე ვთქვათ ბრძოლა თქვენს თავთან, რისთვის ხდება, რისთვის გამზადებენ? გასაგებია. ჩემო ძვირფასებო, თქვენს ცხოვრებაში უნდა დაინგრეს რაღაცა, როგორი რაღაცა, იცი, სიყვარულთან დამოკიდებულება თქვენი მხრიდან. იმიტომ მოხდა, აქ რაღაცა მოხდა, კი. ცოტა რაღაც ნაწილები მოგწვრათ, რომ იტყვიან ურთიერთობაში, მაგრამ აქ ეს იმიტომ ხდება, რომ უნდა დაინგრეს თქვენი წარმოსახვა სიყვარულთან დაკავშირებით, წარმოსახვა არა, მენტალურ დონეზე არსებული პროგრამის ჩამოშლა, რომელიც დრამატულად გაქვთ აღქმული. რისთვის ხდება? ხდება დედა. ტრანსფორმაციისთვის, უდიდესი ტრანსფორმაციისთვის, ჩემო ძვირფასებო. იმიტომ რომ თქვენ როგორი რაღაცა, იცი, შეიძლება აქ რა, ეგ არის. როგორი რაღაცა თქვენ მეტს აკეთებთ ურთიერთობაში, მოდი ასე ვთქვათ. ის, რაც მამაკაცმა უნდა გააკეთოს, აი, ამაზე მინდოდა ცალსახად მეთქვა ძვირფასო ქალბატონებო. რა თქმა უნდა, გამოცდილებიდან გამომდინარე, გირჩევთ აუცილებლად, რომ არასდროს არ შექმნათ ისეთი სივრცე, რომელიც მიითვისებს მამაკაცის სამოქმედო მდგომარეობასაც თქვენზე. ანუ არ იმოქმედოთ, არ გააკეთოთ არასდროს მამაკაცის გასაკეთებელი თქვენ. არ აქვს მნიშვნელობა რა, როგორ, რანაირად, ვინ როგორია და ასე შემდეგ. არასოდეს არ გააკეთოთ ის, რაც თქვენ ქალურ პოზიციას ევალება იმაზე მეტი.
თორე ამის გამო აი აქ ზუსტად მაგიტოა რა, რომ აქ შეიძლება წარსულში მამაკაცმა თავისი ემოცია გრძნობა გამოგიწოდათ, მაგრამ აქ რაღაცა მოხდა, აქ თქვენ მენტალურ ნგრევაში ჩაგაგდეს და უკვე მანარამ თქვენი სიღრმე ჩამიშალა აქ, რომ თქვენი ემოციებით, თქვენი სიმშვიდით, აი ყველანაირად იდეალიზმით ამ მამაკაცს ჩვეულებრივად ისვავდით, მოდი ასე ვთქვათ, პოდნოსზე, კალთაში, როგორც ასეთი და ამას აღარაფრის გაკეთება აღარ უწევდა, გამიგე? ამიტომ მოხდა ეს ტრანსფორმაცია უდიდესი, რომ თქვენში, აი ასე ვთქვათ, ეს ემოციური დისბალანსი არ აქვს მნიშვნელობა, კიდევ ვამბობ, მამაკაცი როგორია, რანაირია და ასე ვთქვათ, შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ კი, აი ეს ესეთია და მოდი ასე მივუდგეთ, ხო? არა, არ აქვს მნიშვნელობა, ის რო ეგეთია, იმას თავის სამუშაოები აქვს. შენ იმაზე მეტი არასდროს არ გააკეთო, რაც ქალის ფუნქციებში არის, ასე ვთქვათ, ნორმა. კაცსა და ქალს შორის ურთიერთობაში. აი ამის ტრანსფორმაციის მდგომარეობა, იმიტომ რომ თქვენ ხო გეუბნებით აქ უდიდეს ჰარმონიას ქმნიდით ურთიერთობაში, ისეთსაც კი, სადაც მამაკაც არაფრის გაკეთება ფაქტიურად აღარ უწევდა და ამიტომ დაგატრანსფორმირეს მაღალმა ძალებმა, რომ არა, მესმის შენში არის ეს რესურსი, ეს ენერგია, ეს ვიბრაციები, მაგრამ არა, ის რომ გაიზარდოს და იმან რომ მიხდეს არ არის სწორი ფორმა. იმის მენტალი რო ტრანსმუტირდეს, მოდი ასე ვთქვათ, შენ უნდა იყო ბალანსში. აქ ხშირად ირთვება ის მომენტი, რომ დავიღალე და რაღაცა და რა მნიშვნელობა აქვს ვინმეც ანუ თურმე აქვს. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასებო, მაქსიმალურ ბალანსს გირჩევს ეს ტრანსფორმაცია შენ ამ სიტუაციაში. კი, აქ თითქოს არ იმჩნევ რაღაცა ისეთი მდგომა, თუმცა თქვენ შორის ახლა ერთგულება ნამდვილად არის, მაგრამ აქ მოხდა ეს იმიტომ, რომ შენ შეგეცვალა შენი დამოკიდებულება სიყვარულთან მიმართებაში, იმიტომ რომ აქ როგორც ჩანს, მამაკაც უნდა ეწია სამომავლოდ ეს ემოცია და გრძნობა, არა და ამ დროს აქვს მამაკაც ეს ემოცია და გრძნობა, მაგრამ აქ შენ ასე ვთქვათ, იმეთი ჩრე, რომელიც ვიცი რას ნიშნავს, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ყველაფერი გვეძლება იმისთვის, რომ გავიზარდოთ, გავაცნობიეროთ და ვისწავლოთ ესა თუ ის შეცდომა არ არსებობს ამა თუ იმ გაკვეთილის ფონზე, რისთვის შეიძლება მომხდარიყო ესა თუ ის სიტუაცია. კარგი, ვნახოთ რა გელოდებათ თქვენ ამ სიტუაციაში, რჩევა მოგცეს, თუ გაითვალისწინებთ ამ ყველაფერს, ვნახოთ რა გელოდებათ. სამყარო გეუბნება მაქსიმალურად ჩვენს გვერდით ვარ, თავარია ინახეთ, გეუბნება რომ ანუ შენ იყავი შენს ცენტრში, გეუბნება სამყარო, არ იბრძოლო, იყავი შენს ცენტრში და დაელოდე ასე ვთქვათ, მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ შენი ოცნება სამყარო მზად არის რო აგიხდინოს, აგისრულოს, უბრალოდ ჯერ მანამდე აი ეს რაღაცა უნდა გაგეცნობიერებინა. რა გელოდება? კი ბატონო, აჰა, გამარჯობა. როგორც ჩანს, ჩემო კარგებო, კი ამ მამაკაც ეს იგივეა? ხო, იგივე მამაკაცია სხვათა შორის, შეიძლება ხართ ცოლ-ქმარი, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ხართ ადამიანები, რომლებიც სერიოზულად უყურებთ ერთმანეთს, ანუ ყოველ შემთხვევაში ამ მამაკაცისთვის თქვენ ხართ რაღაც, იმპერატრიცა ეს ქალი, რომელიც ანუ, როდესაც იმპერატრიცა დამოდის მამაკაცის ცხოვრებაში, ქალი მის ცხოვრებაში სხვა დედოფალი არ არსებობს, მოდი ასე ვთქვათ. აქ შანსი ნამდვილად გელოდებათ განახლების, უბრალოდ ეს მამაკაციც როგორ რაღაცა, იცი, აი საკუთარ თავს ცდილობს, რომ იმას ქნას, რა ქვია, საკუთარ ფიქრებსაც ცდილობს, რომ გაექცეს, გაიგეთ?
და თქვენ არ გჭირდებათ აქ აბრების აწევა. ეგეთ, არ გჭირდებათ აქ აბრების აწევა. უბრალოდ თქვენში ეს მდგომარეობა დაამუშავეთ საკუთარ აზრობრივ მენტალურ მდგომარეობას, რომელიც წინ წასვლის საშუალებას არ გაძლევს, გამოაღწიეთ და არ გჭირდება აქ იმეების, რა ქვია, ეს ადამიანი უკვე გზაშია. ადამიანი უკვე გზაშია. კარგით, მოდი მაშინ ვკითხოთ, რას ფიქრობს ეგ ადამიანი თქვენთან დაკავშირებით, რას გრძნობს და რას უნდა ელოდეთ მაგისგან. თამაშობს თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი ფიქრები, ნახე როგორი აქვს, რომ თამაშობს, ეხლა ცუდი გაგებით კი არ გეუბნებით, მაგრამ აი თითქოს სულელის როლს ირგებს თქვენთან მიმართებაში, ამ დროს ზუსტად ემოციები აბსოლუტურად დალაგებული აქვს თქვენთან დაკავშირებით და ისიც იცის სამომავლოდ როგორ უნდა იმოქმედოს, უბრალოდ ამ ყველაფერს არ გიმჟღავნებთ. ეს ადამიანი გასუფთავებულია, განულებულია და ყველაფერი, უბრალოდ ეს ადამიანი არ ამჟღავნებს თავის ემოციებს, გრძნობა, სიყვარული აქვს ახლა ამას. ეს სიყვარული როგორი რაღაცა, იცი? ეს არის განახლებული სიყვარული, როგორც ასეთი აქ ისეთი თასია, რომელიც შეიძლება რაღაც მომენტში დაიხურა და ისე ვიხსნება, მაგრამ ეს აი სულ როგორ გითხრა, განახლებულია და თითქოს აი ეს არის სამუზეუმო ექსპონატიო რო იტყვენ ისეთი სიყვარული. მაგრამ ნახე რა ხდება ახლა აქ. რას იმოქმედებს? ეს ანუ ამ ადამიანმა აუცილებლად ეს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა და დაიწყება. მაგრამ ჯერ ეს ადამიანი ელოდება, იცის, აი ამან იცის, რომ თქვენ ასე ვთქვათ წარსულში დაგიჭირათ როგორც ასეთი რა და ეხლა სანამ თვითონ იმოქმედებს, ელოდება, აი თითქოს თავის მოქმედების ნაცვლად ელოდება თვითონ შანსი თქვენ როდის ჩაუვარდებით აი თავისი ღლიცინით, ტინგიცით და რაღაცით, ისე ბადეში. ეს საკმაოდ ჭკვიანი ტიპია და ასე ვთქვათ სერიოზულ გათვლებს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. სერიოზულ გათვლებს აკეთებს. ამ ეს შეიძლება თავის მეგობრებთან ერთად გადის ამ საკითხის ასე ვთქვათ გეომეტრიას და ჯერჯერობით ელოდება თავის გათვლებით თქვენ როდის ჩაუვარდებით აქ ამ ბადეში, მოდი ასე ვთქვათ და ვკითხოთ სამყაროს თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში. ვაიმე, ჩემო სიხარულებო, თქვენ აქ ცოტა ნერვიულობთ, მაგრამ ეს გეუბნებიან, რომ არის ტრანსფორმაციის მდგომარეობა. თქვენ არაფერი არ უნდა მოიქცეთ, თქვენ ხართ ვარსკვლავი, თქვენ ხართ შეიძლება ცნობადი სახე, თქვენ ხართ შეიძლება ძალიან ლამაზი ქალი და იქ იმპერატრიცაში ძმაჩვენეს და აქ იმპერატრიც არის ულამაზესი ქალი, უნაკლო და ძალიან სუფთა. თქვენ არაფერი არ უნდა გააკეთოთ, ჩემო ძვირფასებო, უნდა გააკეთოთ მაქსიმალურად თქვენი საქმიანობაზე გადაერთოთ. აუცილებლად თქვენ უნდა დაელოდოთ მაგ ადამიანის იმას, რა ქვია,
აქ სხვათა შორის მოულოდნელად ეს ადამიანი იმას იზავს გამოჩნდება. შეიძლება სულ არ ელოდებით უცბად ისე. შეიძლება სადღაცა მოგიწიოთ აი რაღაც თავშეყრის ადგილას წასვლა. ხალი უნდა იჯდეს და დაელოდოს თავის იმპერატორს, კი ბატონო. კი ბატონო, იმიტომ რომ აქ უკვე კაცმა უნდა გააკეთოს ქმედება ყველა ვარიანტში. ნუ ხა ამნაირი ქალის უბრალოდ ნახე, აქ თქვენ ბალანს არ ყვევდით, ხვდებით? აი ნახე სად წაგვიყვანა კიდე ინფორმაცია. აქ ქალბატონი არ ღვევდა ბალანს სამყაროს კანონზომიერების დონეზე. და აქ ჩემო ძვირფასებო ეს მამაკაცი არის, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა ურთიერთობა კარმულია მონათესავე ეთყობა. ანუ ყველა ურთიერთობაში მიმდინარეობს სწავლება ზოგში კინეულად, კარმულში ძალიან საშინლად, მონათესავეში ცოტა რბილად და ტყუპების ალებში მეტნაკლებად, ხო? ნუ ეხლა იქ კიდე ცალკე თემა არის. ნებისმიერ ურთიერთობაში მიმდინარეობს სწავლება. ახლა ამ ურთიერთობაში როგორი რაღაცა იცი, ახლა მე აქ მე-15 ენერგია არ მაჩვენეს, კარმა დანგრეულია, მაგრამ თქვენში იყო რაღაცა ბოლომდე კარმული ნარჩენები მორჩენილი იმ კუთხით, რომ თქვენ აი ეს ფორმატი უნდა შეგეცვალათ, რომ ადამიანს ართმევთ განვითარების საშუალებას, მამაკაც ამ შემთხვევაში, რომ მაგან უნდა იმოქმედოს, მაგან უნდა გააკეთოს და მაგას თავისი მოვალეობები აქვს ურთიერთობაში. საერთოდ ვალდებულება და მოვალეობა არ არსებობს, მაგრამ კაცი და ქალი ცალკე სხვადასხვა სქესად არის შექმნილი, ხო? ანუ მაგას ცალკე ასე ვთქვათ, ქცევის წესები აქვს, ქალს თავის ქცევის წესები აქვს და აი ეს ბალანსი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ იყოს ჰარმონიული ურთიერთობა და სწორედ ეს მომენტია, რომ ეხლა ცოტა სიტუაცია იქნება სადამდეც თქვენ თუ გაითვალისწინებთ და ზედმეც აღარ გააკეთებთ, რასაც აკეთებდით, ეს ადამიანიც ავტომატურად გაიზრდება, თქვენსას დააბალანსებთ და ის თავისას ხვდებით და აქ უკვე იკვრება ბალანსი. ზუსტად მაგას ამბობს სამყარო სამართლიანობის არკანი, რომ წამოვიდა, რომ იკვრება ბალანსი და შემდეგ უკვე მოდის ეს ადამიანი და უკვე სწორდება ხაზი, რომელიც და ასე ვთქვათ, დაგრაგნილი არის ამ შემთხვევაში. მე კი გისურვებთ უდიდეს ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს და მზეს თქვენს სულში როგორც ყოველთვის.